პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხუთშაბათს განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა და ისაუბრა იმ მთავარ გამოწვევებზე, რომლებსაც დღეს ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა აწყდება. მან საზოგადოებას შეთავაზა ის ნაბიჯები, რაც მისი მოსაზრებით ამ პრობლემებს მოაგვარებს და გამოასწორებს იმ ხარვეზებს, რის გამოც ხშირად ახალგაზრდები სხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში მიდიან. კობახიძის თქმით, საქართველოს უმაღლესი განათლების სექტორს მრავალი პრობლემა აწუხებს. მათ შორისაა თანამედროვე სტანდარტების დაკმაყოფილების სირთულე, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების დეფიციტი, ინფრასტრუქტურული პრობლემები, სწავლის ხანგრძლივობა, ხარისხის მართვის სისტემების გაუმართავობა, კადრების ნაკლებობა და ასე შემდეგ. ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მან ახალგაზრდების მასობრივი მიგრაცია მიიჩნია. კობახიძემ საზოგადოებას გააცნო ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც ხელისუფლება გეგმავს ამ პრობლემების მოსაგვარებლად. მათ შორის ისაუბრა პრინციპზე: ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. მისი თქმით, არ არსებობს რაციონალური გამართლება იმისა, რომ ერთ ქალაქში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი და იგივე ფაკულტეტები მოქმედებს. გამოწვევიდან გამომდინარე, გვინდა დავამკვიდროთ ერთი ძალიან მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. სახელმწიფო უნივერსიტეტებში თბილისი რო ავიღოთ პირველ რიგში, თბილისში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, შესაბამისად ეს გამოიწვევს რეორგანიზაციას ბუნებრივია და ფაკულტეტების გადანაწილებას უნივერსიტეტებს შორის და ეს გადანაწილება უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტების ტრადიციული ფუნქციის გათვალისწინებით და მათი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით. ბუნებრივია სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი გარდამავალი ეტაპი, გარდამავალი პერიოდი, ვინც სწავლობს სტუდენტი, რომელიც სწავლობს კონკრეტულ უნივერსიტეტში, მას ექნება საშუალება დაამთავროს ის შესაბამისი უნივერსიტეტის შესაბამისი სპეციალობით, ანუ ძალდატანებით, რა თქმა უნდა, არავითარი ცვლილება არ განხორციელდება, ერთადერთი სტუდენტებს შეუძლიათ ნებაყოფლობით აირჩიონ მობილობის წესით სხვა უნივერსიტეტში გადასვლა, გარდამავალი ეტაპი სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი, შესაბამისად პატივსცემთ, რა თქმა უნდა, თითოეული სტუდენტის არჩევანს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცვლილებად ირაკლი კობახიძემ დაასახელა სწავლის ახალი მოდელის დანერგვა. გამონაკლისი სპეციალობების გარდა, ქვეყანა უნდა გადავიდეს 3+1 სისტემაზე, რაც გულისხმობს 3 წლის ბაკალავრიატსა და 1 წლის მაგისტრატურას. როგორც მან განმარტა, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებს მკაფიოდ უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული ამოცანები, რაც დღეს სისტემაში არ არის უზრუნველყოფილი. ასევე რაც შეეხება სწავლების ხანგრძლივობას, ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული ანალიზი ამასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ გამონაკლისი სპეციალობების გარდა უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას და ორივე მიმართულებით, როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი. 3 წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისთვის, რა თქმა უნდა, მედიცინა და მსგავსი სპეციალობები არის გამონაკლისი, სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში არის შესაძლებელი 3 წელიწადში ბაკალავრიატის დონის განათლების მიღება და 1 წელიწადში მაგისტრატურის დონის განათლების მიღება. კობახიძემ ასევე მიუთითა სახელმწიფო გრანტის სისტემის გადახედვის აუცილებლობაზე. მისი თქმით, დღეს არ არსებობს თანხვედრა სახელმწიფო სტრატეგიულ ამოცანებსა და დაფინანსების სისტემას შორის, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის და რეფორმის ფარგლებში უნდა გამოსწორდეს. კობახიძემ განსაკუთრებული ყურადღება რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერებაზეც გაამახვილა. მისი თქმით, ამჟამად სტუდენტების 85%-ზე მეტი განათლებას თბილისში იღებს, რაც არასწორი ბალანსია და საჭიროებს რეგიონებში არსებული რესურსების გაზრდას. კობახიძე შეეღო პროფესორ მასწავლებლებთა ანაზღაურების საკითხსაც და განაცხადა, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ხელფასი უნდა გაიზარდოს და 10,000 ლარს მიაღწიოს, რასაც დაემატება დამატებითი ჰონორარები. კობახიძის თქმით, დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს განათლების ხარისხის ამაღლებას, უნივერსიტეტების შესაძლებლობების ზრდას და ახალგაზრდებისთვის ღირსეული საგანმანათლებლო სივრცის შექმნას საქართველოში.